საქართველოს პარლამენტმა და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალი ეროვნული პროექტი დაიწყო, რომელიც რაიონული ბიბლიოთეკების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა პირველი შეხვედრა ქარელის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან გამართეს. ქარელის ბიბლიოთეკას პარლამენტის სახელით 2 კომპიუტერი გადაეცა, ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით კი 300 წიგნი. დღეიდან ქარელის ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მკითხველები ელექტრონული ქსელის მეშვეობით ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზით სარგებლობას შეძლებენ. დავიწყეთ ახალი პროექტი, ამ პროექტის ამოცანაა საქართველოში ყველა რეგიონული ბიბლიოთეკა იყოს ჩართული ერთიან სისტემაში, იყოს დაკავშირებული ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ისე რომ ადამიანს, სტუდენტს, მოსწავლეს, მასწავლებელს, უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს რომელიმე რაიონში და ჭირდება რაიმე ტიპის ინფორმაცია ან გამოცემა, მას არ დაჭირდეს ამისთვის თბილისში ჩამოსვლა და უახლოეს რაიონულ ბიბლიოთეკაში, მის საკუთარ რაიონში, მის საკუთარ ქალაქში, მას ჰქონდეს სრული წვდომა ყველა იმ რესურსზე, რომელიც არსებობს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეს ნიშნავს მთლიანად საქართველოში საბიბლიოთეკო სისტემის გამოცოცხლებას და ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ერთიანი ორგანიზმი, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკა და ყველა რაიონული ბიბლიოთეკა იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული, სადაც ადამიანებს ყველა რაიონში ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი ქალაქიდან, საკუთარი სოფლიდან შევიდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში კომპიუტერულად და სადაც ეს საშუალებას მოგცევს, რომ ხალხმა იგრძნოს მეტი კომფორტი, ბიბლიოთეკის სტუმრებმა და მომხმარებლებმა იმუშაონ უკეთესად, მიიღონ მეტი ინფორმაცია და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გააქტიურდეს და გამოცოცხლდეს ყველა ის რაიონული ბიბლიოთეკა, რომელიც არსებობს საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქსა და დაბაში. ეს პროექტი ითვალისწინებს, ვთქვათ, რეგიონალური ბიბლიოთეკების ჩართვას იმ პროცესში, რა პროცესიც დაიწყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში აქტიურად, გულისხმობ დიგიტალიზაციას, მასალების შესაბამისად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვთქვათ, ის დიგიტალური მასალები, რომელიც ჩვენ გვაქვს მივაწოდოთ ინტრანეტული ქსელის საშუალებით რეგიონულ ბიბლიოთეკებს, ეს ერთი, მეორე მხრივ გვინდა რომ ვთქვათ, წიგნებით მოვამარაგოთ უფრო აქტიურად და მესამე მხრივ ასევე აქტიურად ჩავრთოთ კულტურულ პროცესში. ქარელის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ახალი ინიციატივის სამომავლო პოზიტიურ შედეგებზე საუბრობენ. მათი თქმით, დღეიდან წიგნის მიმართ დაინტერესების რიცხვი და მკითხველის რაოდენობა ქარელში კიდევ უფრო გაიზრდება. ქარელის ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის განახლება ეტაპობრივად ხდებოდა, თუმცა ელექტრონული ვერსიის გამოყენების საშუალება მოსახლეობას დღემდე არ ქონია. ძალიან დიდი პერსპექტივებია სამომავლოდ ბიბლიოთეკის დახმარების თვალსაზრისით, წიგნადი ფონდის გაზრდის თვალსაზრისით, რაც უფრო მეტად შეგუწყობს ხელს სამომავლოდ მუშაობაში, მკითხველის მოზიდვაში და უკეთ მომსახურებაში და ამ ყველაფრით ძალიან ვართ გახარებული. ბიბლიოთეკასთან მეგობრობ უკვე 12 წელია, პირველი კლასიდან მოყოლებული და ეს არის ის ადგილი, რომელიც დამეხმარა განათლების, დაზროვნების სწორად ჩამოყალიბებაში და მე ვფიქრობ, რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე მომავალი თაობისთვისაც. მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ უფრო მეტ წიგნს, მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება და წარმატებული ეს ნაბიჯი. ბიბლიოთეკასთან მე-4 მე-5 კლასიდან მაქვს უკვე ურთიერთობა, ძალიან სასარგებლოა და ვფიქრობ, ბიბლიოთეკის განვითარება ბავშვებს დააბრუნებს წიგნებთან, განათლებასთან და ეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს დაეხმარება ჩვენ ქვეყანას ზოგადად. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ინიციატივით ქარელის ბიბლიოთეკას სამთოში ერთხელ ახალი გამომცემლობების მიერ გამოშვებული 150 წიგნი გადაეცემა. უახლოეს დღეებში კი კონფერენცია გაიმართება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბიბლიოთეკის თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაზე განიხილება ახალი გამოწვევები, რომლითაც თანამედროვე ბიბლიოთეკებმა უნდა იხელმძღვანელონ. პარლამენტის თავმჯდომარე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი შეხვედრებს საქართველოს ყველა რაიონის ბიბლიოთეკებში გამართავენ.